ესკოს განკარგულების თანახმად 14 ოპოზიციური პარტია საარჩევნო მარათონში ოფიციალურად ჩაერთო, 3 კი რეგისტრაციის მოლოდინშია. თუმცა ამ დრომდე მერობის კანდიდატი მხოლოდ ქართულ ოცნებას ყავს დასახელებული. არჩევნებში მმართველი გუნდის სახელით მესამე ვადით კახა კალაძე იბრძოლებს. ლელოსა და გახარია საქართველოში კი ჯერ ისევ კონსულტაციები გრძელდება. კანდიდატების შესარჩევად შიდა პრაიმერიზმს ატარებენ პარტია გირჩში. არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიები საკუთარ და კონკურენტების შანსებს მედიასთან კიდევ ერთხელ აფასებენ. პატივცემულობას იქნება დამოჩილის მიმართ, რომ სწორი არჩევანი არ შევთავაზოთ. ამიტომ ჩვენ წავაგეთ მე თბილისის მერობის კანდიდატს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი მხარდაჭერების მიერ არჩეული კანდიდატი, ამიტომ უკვე გაიხსნა პრაიმერისი და აგვისტოს ბოლომდე იქნება შიდა პარტიული დებატები მსურველებს შორის. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ან ვიზეთ ჩამოყალიბდებიან, იქინა გამომდინარე თუ ვიზეთ არის სწორები. უბრალოდ არ გამოიყურება ეს სერიოზულად. მე მგონი თვითონ არც კი უშვებენ, რომ რაიმე მოგების შანსი აქვთ. და მეორე მხრივ არ იციან აი ვთქვათ ვინ გაწირონ ამას უშინაარსო პროცესს, რომელსაც ერთი მხრივ არჩევნებს ეძახიან და მეორე მხრივ რევოლუციას, იმიტომ რომ აპირებენ დაამხო ქართული ოცნება არჩევნების შედეგად. კარგია, როცა შესაძლებლობა ეძლევა ბევრ პარტიას, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვოს სამორჩეველთა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ეს მათი გადაწყვეტილება არის პოზიტიური, მათ უნდა იმუშაონ ამორჩეველთან. და ეს რა თქმა უნდა არჩევნების შინაარს და მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. რადიკალური ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაციონალურ მოძრაობას არ წარმოადგენენ. მათი სტრატეგია, რომ გაიყონ შუაზე, ნახევრმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და შიგნიდან მოახდინოს შემდეგ უკვე თუნდაც თითო წარმომადგენლობით საკრებულოებში არეულობა და ასევე შეინარჩუნონ ქუჩის აურზაური.